კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მაესტრო სახალხოებს უყურებთ 3 საათზე და ამავე დროს უსმენთ ტალღაზე FM 94.7 სტუდიაში ხატია ქვათაძე განაგრძობს მუშაობას. ეროსი გიძმარიშვილი თვითმხილველების ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან აპარატურა გააქვთ, არც უარყოფს და არც ადასტურებს. სატელეფონო საუბრისას მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ მაესტროს თანამშრომლებმა თავიანთი პრობლემები იმ ადამიანებთან უნდა გაარკვენ, რომლებსაც თავად ხელმძღვანელება აღიარებენ. როგორც თვითმხილველებმა მაესტროს აცნობეს, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ოფისიდან ჯერ კიდევ გუშინ რამდენიმე ავტომანქანა შენიშნეს, რომლებიც შენობიდან სხვადასხვა აპარატურას გაქონდათ. მაესტროს ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონდიკი სამართალდამცველებს უმოქმედობაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პოლიციას რეაგირების თხოვნით მაესტროს თანამშრომლებმა კიდევ ერთხელ დღეს მიმართა ჩვენ გუშინ დაგვირეკეს და დღეს დილითაც მოქალაქეებმა, რომლებმაც შეგვატყობინეს, რომ მაესტროს ოფისიდან რამოდენიმეჯერ გავიდა სავსე მანქანა თეთრი Ford Transit-ით ორცდები, რომელიც გაავსეს მაესტროს კუთვნილი აპარატურით და გაეტანეს მაესტროს შენობიდან, ამას აკეთებს ეროსი გიძმარიშვილი. ჩვენ ამის დადასტურება არ შეგვიძლია, თუმცა ეჭვი გვაქვს, რომ ის ამას ჩადის ვინაიდან სატელიტზე გამოირთო ის მოუწყებლობა, რომელსაც ის აწარმოებდა და აიტანა სატელიტზე სამიმართეთ პოლიციას. პოლიცია როგორც ყოველთვის იჭერს ეროსი გიძმარიშვილის მხარს ემებს გვეუბნებიან, მაგალითისთვის, რომ მათ არ იციან ვის ეკუთვნის ეს აპარატური, ის არის ჩვენ ბალანსზე. მათ ვარაუდები იმ თუნდაც ის, რომ სასამართლომ უნდა გაარკვიოს თურმე ამ აპარატურის გადაადგილება შეუძლია თუ არა ეროსი გიძმარიშვილს. წარმოს ყავს ილია კიკაბიძე, რომელიც კანონით არის დირექტორი და მისი ნებართ პირადად ის გამომძიებელს პირდები, რომელსაც ახლა საქმე აქვს, რომ ადრე თუ გვიან პასუხს აგებს ამ უმოქმედობისთვის, იმიტომ რომ მედიას ეშლება ხელი და მთელ პოლიციას ვადანაშაულებ უმოქმედობაში. ეს არის ჩვენი რეფორმირებული პოლიცია. ბატონო ეროს, ჩვენ გავიგეთ, რომ გუშინდელი დღიდან ტექნიკა გააქვთ მაესტროს შენობიდან და რამდენად მართალი? ნუცუბიძის 93 ნომრიდან. და ნუცუბიძის 93 ნომრის ოფისიდან. არა, ჩვენ გეკითხებით დიახ, გაითიშა ბატონო ეროს და მაშინ გავთიშე მე, იმიტომ რომ თემას ვერ ხვდები ალაპარაკო, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა დელაპარაკო. და ამიტომ მიხედეთ მაესტროს თემა, გითხეთ თქვენ თავს ახლა რა დღეში სახართ და ვისთანაც გაქვთ ურთიერთობა, კარგით? და თვითმხილველმა გითხრა და ნუცუბიძის 93 ნომრიდან გაიტანეს ტექნიკაო. გითხეთ ამ ხუთი იმას, ვისთანაც თქვენ კანონიერ ურთიერთობაში ყავს რა. ანუ თქვენ არც გვიდასტურებთ და არც უარყოფთ? ანუ თქვენ არ უარყოფთ ბატონო ეროს რომ გაიტანეს? გეუბნებით, შვილო. კარგად ჩავიხედეთ საკუთარ პრობლემაში და ყველა თემა, რაც თქვენ ახლა გაწუხებთ, მიაკითხეთ იმ ადამიანს, ვისაც თქვენ მიიჩნევთ. ეს გასაგებია, მაგრამ სხვა რაღაცას გეკითხეთ. რომელ თემაზე ჩემთან ურთიერთობა თქვენ არ აგაქვთ? შევთანხმდით? არა, ჩვენ არ გეკითხებით ახლა ჩვენ სამუშაო ურთიერთობაზე ჩვენ დიდი სიყვარულით. თქვენ ყველა პრობლემაზე და უკავშირდით იმ ადამიანს, ვისაც თქვენ აღიარებთ უფლებამოსილად ურთიერთობაში მაესტროსთან მიმართებაში. კარგით? ვთვლით, რომ გააქვთ უფლება და გაგაქვთ იმ ოფისიდან, სადაც თქვენ ხართ. ვისაც თქვენ უფლებამოსილად, ვისაც მიიჩნევთ თქვენ მაესტროს ყველა პრობლემაზე, რომელიც თქვენი თვითმხილველი გეტყვით, რამე დაგეციზმრებათ, საქმე რამე მოგიტანთ, თუ რაღაც წარმოგადგეთ, ვის გაუგებრებულებით. ანუ შეიძლება იტყუებოდეს ეს თვითმხილველი? თქვენ მოგეცით ყველანაირი საშუალება ამ ურთიერთობის, მაგრამ დანარჩენი მე თქვენი ინტერვიუერი არა ვარ. ხომ ესეთი ფორმით ტელეფონით თქვენ რაღაცა სადღაც ვიღაცა ჭრიბავმა რაღაცა გითხრათ ამ თემაზე ურთიერთობას. მიაკითხეთ იმას, ვისაც მიიჩნევთ კანონიერ მხარეთ. და კარგად იყავით, დიდი მადლობა, მაგრამ არ უნდა ამას. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თანავე ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ავტომატურად შეუწყდება. ამის დამადასტურებელი დოკუმენტი მან საელჩოდან დღეს წამოიღო. ივანიშვილი ამ საკითხის შესახებ საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა საქართველოში. რამდენიმე დღის წინ კი ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიზნესმენს რუსეთის მოქალაქეობა შეუწყდა და ამის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიის საელჩოსაგან მიიღო. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობას, თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა პრეზიდენტის 2011 წლის
11 ოქტომბრის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობა შეწყვეტილია. ევროპის კონვენცია არსებობს ესეთი, რომ ეს მოქალაქეობის გარეშე ნებისმიერ შემთხვევაში ეს ჩვენ კარგად ვიცით და ადვოკატებმა ნახეს, მე მგონი რომ კარგი გზა. განცხადების შემდგომ, რომელიც ჩვენ უკვე გავაკეთეთ, ამის შემდგომ ჩვენ მიმართავთ უკვე საქართველოში ოფიციალურ სტრუქტურებს, რომ მე მომანიჭონ საქართველოს მოქალაქეობა, რამდენადაც არ გამაჩნია სხვა მოქალაქეობა. მე დავიბადე საქართველოში, ცხოვრობ საქართველოში უკანასკნელი 10 წელიწადი, დაბადებული აქ ვარ და არავითარი საფუძველი აღარ რჩება იმაზე, რომ უარი მითხრა. ეს განსხვავდება იმისგან, რაც თქვენ უკვე იცით, რომ მე ამავდროულად უფლება მქონდა მიმემართა თავიდან პრეზიდენტისთვის და მეთხოვა თქვათ, რომ მოენიჭებინა მოქალაქეობა, მაგრამ ეს არ არის ერთი და იგივე. მას ჰქონდა უფლება მინიჭების ან არ მინიჭების. ასეთ შემთხვევაში საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მომართვაში იქნება და მუდმივ პროცესში შევა ეს სიტუაცია, რომ დაელოდებიან, როდის მომანიჭებენ საქართველოში მოქალაქეობას და იმის შემდგომ გააუქმებენ ფრანგები. რუსეთის მოქალაქეობიდან გასვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი არის დღეს მდგომარეობს საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქე. შესაბამისად, მან დღეს მიმართა საფრანგეთის მთავრობას და სთხოვა საფრანგეთის მოქალაქეობიდან გასვლაც, რამაც დაადასტურა მისი 7 ოქტომბრის განცხადება იმის თაობაზე, რა დაპირებაც მისცა ქართველ ხალხს, რომ ის უარს ამბობს რუსეთის, საფრანგეთის მოქალაქეობაზე და როგორც საქართველოს ღვიძლიშვილი აპირებს იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე. არსებობს ის ბოლო არათუ 5 წელი უფრო დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში, ფლობს ქართულს მშვენივრად, იცის საქართველოს ისტორია, აქვს საკუთრება საქართველოში. საქართველოს პრეზიდენტს უკვე არ ვთხოვთ მოქალაქეობის მინიჭებას, არამედ მოვითხოვთ საქართველოს მოქალაქეობის მიცემას და ამ შემთხვევაში უკვე პრეზიდენტის დისკრეციაზე, ანუ პრეზიდენტის ნებასურვილზე მიცეს თუ არ მიცეს საქართველოს მოქალაქეობა დამოკიდებულია. კრების დაფინანსების შესახებაც ის კანონის სრული დაცვით მოქმედებდა, რაც შეეხება პარტნიორების შერჩევის კრიტერიუმებს. ამ შეკითხვაზე პასუხად ივანიშვილი აცხადებს, რომ ეს მისი პირადი არჩევანი იყო, თუმცა არ გამორიცხავს უახლოეს მომავალში სხვა პოლიტიკურ გუნდთან ურთიერთობა ეროვნულ ფორუმთან მიმდინარეობს. ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება როგორც გაზაფხულის მოსვლას ვერ შეაჩერებს, ისე ვერ აღუდგება წინ ქართველი ხალხის სურვილსა და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვას. ხელისუფლების სათავეში მოსვლისათვის კი ის ყველაფერს გააკეთებს. როგორც გაზაფხულის მოსვლას ვერ შეაჩერებს პრეზიდენტი, ესე ვერ შეაჩერებს ხალხის თავისუფლებისგან სწრაფვას. მოხდება მოსახდენი დროულად და კანონიერად. გულისხმობ იმას, რომ ის აგონია და ის აპატია, რომელიც იყოფება დღეს პრეზიდენტი, ჩვენი ხელისუფალი, ეს გადაწყვეტილებები, მხოლოდ ამის სამტკიცენდები სოფლიოში, რომ კანონს მიცეს უკუქმედების საშუალება, აი ამის მსგავსი ქმედებებით ვერ შეაჩერებს სააკაშვილი იმ პროცესს, რისთვისაც მოწოდებულია საქართველოს მოსახლეობა. თავისუფლებისთვის ის რომ ხელისუფალს დღეს სურს, რომ მთელი საქართველო ციხეში ამყოფოს და შიშისა და სიცრუის მეშვეობით შეინარჩუნოს ხელისუფლება არ მოხდება. დაფინანსების შესახებ განცხადებები უკვე გაკეთდა პარტიებიდან, აქ არაფერი არ იყო კანონსაწინააღმდეგო, ყველაფერი კანონიერად განხორციელდა ქართულმა კომპანიებმა, გადაურიცხეს ეს თანხები და თქვენ ამის შესახებ უკვე იცით. სხვადასხვა კომპანიისაგან მიღებული დაფინანსების უკან დაბრუნების ვალდებულების საკითხზე პარტიებს შორის კონსულტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ კონსერვატიული პარტიის ლიდერმა განაცხადა. ზვია ძიძიგურის განმარტებით პარტიებმა კომპანიებისაგან მიღებული დაფინანსების ნაწილი უკვე აითვისეს, რაც კოალიციის პოლიტიკურ საჭიროებაზე დაიხარჯა. როგორ უნდა იმოქმედონ პარტიებმა ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯის საპასუხოდ, როგორც ძიძიგური ამბობს, უახლოეს მომავალში ერთობლივი განცხადებით გახდება ცნობილი. თანხის დასაბრუნებლად ხალხის პარტიის ლიდერის მზად არის, თუმცა როგორც კობა დავითაშვილი აცხადებს, კანონის ამოქმედებამდე აუცილებელი ხარჯების გაწევას მოასწრებენ. პოლიტიკურ პარტიებსა და მათთან დაკავშირებული იურიდიულ პირებს აქამდე მიღებული დაუხარჯავი თანხების უკან დაბრუნება მოუწევთ. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში არ ჩაწერილა, რომ ახალ რეგულაციებს უკუძალა აქვს, თუმცა ფორმა მაინც დაემატა. უკვე დამტკიცებული კანონპროექტი რედაქციაში ჩაიწერა. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26-ე პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულები არიან კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანი 3 კალენდარული დღის ვადაში თანხა დაუბრუნონ თანხის გამცემს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი თანხა
სხვადასხვა კომპანიისაგან მიღებული დაფინანსების უკან დაბრუნების ვალდებულების საკითხზე პარტიებს შორის კონსულტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ კონსერვატიული პარტიის ლიდერმა განაცხადა. ზვია ძიძიგურის განმარტებით პარტიებმა კომპანიებისაგან მიღებული დაფინანსების ნაწილი უკვე აითვისეს, რაც კოალიციის პოლიტიკურ საჭიროებაზე დაიხარჯა. ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯის საპასუხოდ, როგორც ძიძიგური ამბობს, უახლოეს მომავალში ერთობლივი განცხადებით გახდება ცნობილი. თანხის დასაბრუნებლად ხალხის პარტიის ლიდერის მზად არის, თუმცა როგორც კობა დავითაშვილი აცხადებს, კანონის ამოქმედებამდე აუცილებელი ხარჯების გაწევას მოასწრებენ. პოლიტიკურ პარტიებსა და მათთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებს აქამდე მიღებული დაუხარჯავი თანხების უკან დაბრუნება მოუწევთ. მოკალაკეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში არ ჩაწერილა, რომ ახალ რეგულაციებს უკუძალა აქვს, თუმცა ფორმა მაინც დაემატა. უკვე დამტკიცებული კანონპროექტი რედაქციაში ჩაიწერა. მოკალაკეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26-ე პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულები არიან კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანი 3 კალენდარული დღის ვადაში თანხა დაუბრუნონ თანხის გამცემს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი თანხა სხვადასხვა კომპანიისაგან მიღებული დაფინანსების უკან დაბრუნების ვალდებულების საკითხზე პარტიებს შორის კონსულტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ კონსერვატიული პარტიის ლიდერმა განაცხადა. ზვია ძიძიგურის განმარტებით პარტიებმა კომპანიებისაგან მიღებული დაფინანსების ნაწილი უკვე აითვისეს, რაც კოალიციის პოლიტიკურ საჭიროებაზე დაიხარჯა. ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯის საპასუხოდ, როგორც ძიძიგური ამბობს, უახლოეს მომავალში ერთობლივი განცხადებით გახდება ცნობილი. თანხის დასაბრუნებლად ხალხის პარტიის ლიდერის მზად არის, თუმცა როგორც კობა დავითაშვილი აცხადებს, კანონის ამოქმედებამდე აუცილებელი ხარჯების გაწევას მოასწრებენ. პოლიტიკურ პარტიებსა და მათთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებს აქამდე მიღებული დაუხარჯავი თანხების უკან დაბრუნება მოუწევთ. მოკალაკეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში არ ჩაწერილა, რომ ახალ რეგულაციებს უკუძალა აქვს, თუმცა ერთგვარი ემატა. უკვე დამტკიცებული კანონპროექტი რედაქციაში ჩაიწერა. მოკალაკეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26-ე პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულები არიან კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანი 3 კალენდარული დღის ვადაში თანხა დაუბრუნონ თანხის გამცემს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი თანხა სხვადასხვა კომპანიისაგან მიღებული დაფინანსების უკან დაბრუნების ვალდებულების საკითხზე პარტიებს შორის კონსულტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ კონსერვატიული პარტიის ლიდერმა განაცხადა. ზვია ძიძიგურის განმარტებით პარტიებმა კომპანიებისაგან მიღებული დაფინანსების ნაწილი უკვე აითვისეს, რაც კოალიციის პოლიტიკურ საჭიროებაზე დაიხარჯა. ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯის საპასუხოდ, როგორც ძიძიგური ამბობს, უახლოეს მომავალში ერთობლივი განცხადებით გახდება ცნობილი. თანხის დასაბრუნებლად ხალხის პარტიის ლიდერის მზად არის, თუმცა როგორც კობა დავითაშვილი აცხადებს, კანონის ამოქმედებამდე აუცილებელი ხარჯების გაწევას მოასწრებენ. პოლიტიკურ პარტიებსა და მათთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებს აქამდე მიღებული დაუხარჯავი თანხების უკან დაბრუნება მოუწევთ. მოკალაკეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში არ ჩაწერილა, რომ ახალ რეგულაციებს უკუძალა აქვს, თუმცა ფორმა მაინც დაემატა. უკვე დამტკიცებული კანონპროექტი რედაქციაში ჩაიწერა. მოკალაკეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26-ე პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულები არიან კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანი 3 კალენდარული დღის ვადაში თანხა დაუბრუნონ თანხის გამცემს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი თანხა მიიქცევა. კანონის ეს ნორმა ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. კანონი კი მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც პრეზიდენტი, როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი პრეზიდენტი პარლამენტის მიერ გუშინ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები უკვე ძალაშია და პრეზიდენტის მიერ 28 დეკემბერს ხელმოწერილი გამოქვეყნდა. 4 საათის რეზიდენციასთან აქციას მოაწყობს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, კოალიცია არჩევანის თავისუფლება და ფონდი ღია საზოგადოება საქართველო მიმართვას შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში 2011 წლის 28 დეკემბერს შეტანილ ცვლილებებს ანტიკონსტიტუციურს უწოდებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ცვლილებები ქვეყნის უზენაეს კანონს ეწინააღმდეგება. მისი ასეთ რეჟიმში 2012 წლის არჩევნები არასამართლიან და არათავისუფალ გარემოში ჩატარდება. არასამთავრობო ორგანიზაციების გარემოს გაჯანსაღებაზე სრულმიღებით მოულოდნელად მიიღო ცვლილებები, რომელიც შესაძლებელია პოლიტიკური დევნის ლეგალურ იარაღად იქცეს.
კონტროლის პალატა პარტიებისა და მასთან დაკავშირებული პირების ქონებასა და საბანკო ანგარიშებს მხოლოდ კანონის ამოქმედების დამატება კი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებამდე გაჩნდა. თუმცა კომენტარს მხოლოდ ცელებს უწყება პარლამენტის თავმჯდომარე კი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ცვლილებებთან ადაპტირება საწყის ეტაპზე ყველა პარტიას, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასაც გაუჭირდება, მაგრამ აუცილებელია ქვეყანა ევროპულ სტანდარტებზე გადავიდეს. აქამდე ჩამოთვლილ პარტიებისა და მასთან დაკავშირებული პირების სამართალ დარღვევებზე მიმართავდა სასამართლოს. დამტკიცებული ადებს ყური ან და იურიდიული პირის ქონებას, მათ შორის საბანკო ანგარიშებს, რომელიც შემდეგში შეიძლება გასაჩივრდეს სამართალ დარღვევის თაობაზე გამოცემულ დადგენილებასთან ერთად სასამართლოში. გასაჩივრება არ აჩერებს ყადაღის მოქმედებას. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი პარლამენტის მიერ 28 მიუხედავად იმ დროებითი სირთულეებისა, რომელიც შეიძლება პარტიებს შეექმნათ, სანამ ისინი მიეჩვევიან ახალ თამაშით, რომ ეს კანონი ამკვიდრებს კარგ სტანდარტს, ამკვიდრებს იმ სტანდარტს, რომ ქართულ პოლიტიკურების გათეთრება და პოლიტიკოსების მხრიდან პოლიტიკის აღქმა, როგორც ფულის შოვნის საშუალების. ლეიბორისტული პარტია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის ახალ რეგულაციებს მრავალ პარტიულ ათელაშუნა დღეს განაცხადა. რეალური ოპოზიციური გუნდი არსებობს მისი პარტიის სახით, ყველა სხვა დანარჩენი კი ამერიკის შეერთებული შტატებიდან მართულია, მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილიც. ახლად გამოჩეკილმა ოლი ფაქტურად ითამაშა აქ მღვდელი გაპონის როლი. რომ ისიც კი გაეუქმებინა პოლიტიკური პარტიების მიმართ, რითაც დღემდე მოვედით, ისიც გააუქმებინა აი ამ პროვოცირებით და მე მაინტერესებს რატო დარაწყობს მრავალ 100,000-იან მიტინგს იმისათვის, რომ ქვეყანაში აღდგეს მრავალ უკანასკნელი დემოკრატიული აშლას, რომელიც სპობს საშუალებას და ფინანსების გარეშე კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს პარტიების ბრძოლის უნარიანობა, ეფექტურობა, მათი არსებობა და მათი ასე ვთქვათ სქემაში მოქცევა და შესაბამისად ალბათ მეტი გზა არ აქვს, თუნდაც მალე დახარჯონ, სხვა შემთხვევაში ის ჩაირიცხება სააკაშვილის ბიუჯეტში. პარტიების დაფინანსების საკითხთან მიმართებაში შეკითხვები და შენიშვნები ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ლიდერსაც აქვს. ბაჩუკი ქარდავას აზრით ამ მიმართულებით სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. დღევანდელ შეხვედრაზე ქარდავამ 2011 წელს შეაფასა, ის მიიჩნევს, რომ ეს წელი საქართველოსათვის აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთისაკენ შენელებული პოლიტიკური პროცესის გათვალისწინებით გარღვევის წელი იყო. როგორც ქარდავამ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რუსეთ საქართველოს ომის შემდეგ ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია მიუხედავად დიდი მხარდაჭერისა საქართველოს სიფრთხილით უყურებდა. პროვოკაციების მოწყობა რუსეთს, მაგრამ რაღაცა შეიძლება ჩვენ დიდი საფრთხეების წინაშე დაგვაყენოთ ხაზე გაუსვა იმას, რომ რაც უფრო ახლოს იქნება ჩიკაგოს სამიტი, მაქსიმალურად რომ ჩიკაგოს სამიტზე მოსალოდნელი გარღვევა რუსეთი ბუნებრივია ამის შეჩერება შეეცდება.